კარგი პასია მარჯვენა ფლანგიდან. აბა ვნახოთ რა გაგრძელება მოყვება ამ შეტევას. ეს გადაცემა ზუსტია დარტყმაც ვიხილეთ და კუთხური საბოლოოდ მე ხიფათი როგორც ჩანს პირდაპირ ჩაწოდებას აპირებენ საჯარიმოში, ასეც ხდება და აქ 1-0 გაიხსნა ანგარიში დაწინაურდა ოდიში პირველი სტანდარტი, პირველი ასე ვთქვათ კოვერიძე ფლანგზე, აბა ჩაწოდება შეიძლება აქედან, არა პირდაპირ კარში დარტყმა, რომელიც ძალიან სახიფათო აღმოჩნდა და ოდიში დარჩა. შეტევა ვნახოთ. ეს გადაცემა ზუსტია, აბა დარტყმა შეიძლება. პასი 2-0 გაზარდა. სხვაობა ოდიშმა კვერნაძე გატანილი გოლის ავტორი რა კარგი აკონდო ისე პრესინგი და ამ პრესინგმა ახლა უკვე გამოიღო შედეგი. ბრავო მატეის რა ბურთი მოხსნა, კიდევ ერთი დარტყმა, ახლაც გადარჩა ოდიში. პირდაპირ საჯარიმოში იგზავნება ეს ბურთიც, აბა ვნახოთ დარტყმა გაიტანა შტურმა და დაქვითა ანგარიში 2-1. კარგად გაითამაშა. არა სუსტი აღმოჩნდა მაინც ეს გადაცემა. აბა ვნახოთ შანსი შტურმს დარტყმა და გათანაბრდა ანგარიში, აი ასე მალე სწრაფად 2-2. აქტიური პრესინგი შტურმის გან. ეს პასი თუ გავა კუტალიაზე დაეწია კუტალია ბურთს, თამაშგარე თუ არ არის შეუძლია დარტყმა და აიღო ძალიან კარგად გაატარა ძალიან აკომარაშვილმა მოსაშვილი ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და მატეის ბწყინვალ ესეივი გადაარჩინა ახლა გუნდი მესამე გაშვებულ გოლს და დარტყმას თუ ვიხილავთ ვერ მოახერხეს ეს გადაცემა ზუსტია ომარაშვილი. აბა ვნახოთ სრულ მოძრაობა დარტყმა და კიდე ბურთი ოდიშს აქტიურ პრესინგს სთავაზობს მეტოქეს ოდიში, მაგრამ ძალიან კარგად ამოდის ამ შემთხვევაში ოდიში. შეტევაზეც გადმოვიდა ქავთარაძე დარტყმა 3-2 მესამე ჯერ გავიდნენ წინ უკვე ოდიშის ესიერიში ბურთს ინარჩუნებენ ოდიშელები. ეს პასი ზუსტია დარტყმა შეიძლება, აბა გადარჩა აქვს ჯერ კიდევ დრო სარჩეჭალას რომ მოაბრუნოს ეს თამაში. ჩაწოდება საჯარიმოში, აქ რა ხდება? გოლი გავიდა მე-4 4-2 შეცდომა